აი მაგალითად ანორექსიის შემთხვევაში სეროტონინის დონე არის მომატებული, ჭარბა წარმოიქმნება, რაც აი ფოთვას იწვევს, ხო? მაგალითად ბულემიის დროს პირიქით ნაკლები არის ეს სეროტონინის გამოყოფა და დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, თქვათ აი სუიციდისკენ არიან ხშირად მიდრეკილები ამ დროს. დოფამინსაც შეეხება თქვათ აი რაც არის, ხო? სიამოვნების, დაჯილდოების, ჯილდოს ეფექტია, ხო? მაგალითად ჯანკ ფუდს მივირთმევთ, თქვათ ტკბილს მივირთმევთ. აი ანორექსიის დროს ხო ძალიან საინტერესო არის დოფამინის გამოყოფა ხშირად ხდება, როდესაც საკვებს ზღუდავს პაციენტი ამ დროს. ანუ ტვინი აჯილდოვებს აი ანორექსიის შემთხვევაში პაციენტს, რომ მან უფრო მეტი საკვები შეზღუდა და უბიძგებს კიდე იმისკენ, რომ გაღრმავდეს ეს და თქვა მეტი საკვები შეზღუდოს. აი იმდენად დარღვეული არის თქვა აი მთელი ეს ნერვული ამიტომაც არის რთული სამკურნალო, ხო? ძალიან რთული და კომპლექსური არის, ამიტომ არის რომ ნიშნულოვანია ის, რომ დროულად მოხდეს ამოცნობა, განსაკუთრებით თქვა ახლობლების მხრიდან, რომ დროულად მოხდეს ჩართულობა, იმიტომ თუ თქვა აი ჩამოყალიბებული და სისტემატიური ხასიათი მიიღო, რეალურად რეციდივებიც ახასიათებს თქვა მკურნალობის მერე, შემთხვევაში ქრონიკულიც არის, დაახლოებით 50%-ზე მეტი მაინც ქრონიკული არის.